დილამშვიდობისა. გავანათო სახე ცოტა ჩემი. დავანათ. ოდნავ, იმიტომ რომ ჩაბნელებულია აქ ოთახი. ნაშობთ როგორ ახალ ხალხი ბო. დილამშვიდობისაო. ლამაზად ინდები ბებოს ვუკეთებ ყავას. ოღონდ სვავს ორზოს. ორზო. აი სვავს. ეს არის ხის თუ შურის ხეა შუაში შურის რაღაცნაირი ყავა არა ერთი. ცოტა ბევრი გამიკეთა. მე დავუკეთოთ ცოტა ბევრი. არაფერს განხილვას აქ ავაპირებ, უბრალოდ მინდოდა ორიოდე სიტყვით შემოგითვალოთ იმ ადამიანებს, ვინც რაღაცა წამკბენი კომენტარი დამიწერეთ. მე თქვენ ძალიან მახალისებთ. მე თქვენ როგორ გითხრათ? თქვენი რეალობასთან, რეალობისგან მოწყვეტილი კომენტარები ჩემს არაფერს არ ნიშნავს, აქედან გამომდინარე. არც ვთვლი რიხსად ის კომენტარები განვიხილო. უბრალოდ ერთს გეტყვი, რომ რავი არიღლები იმხელა კომენტარი დაგეწერა, ვენაცვლი გეგონება გამოცდა საბარებდი და რავის ერთი კიდე უნდა გავაკეთო. ბებოს ერთი. ისე უჭერ ხოლმე მე ვეღახსი. ამში ჩასვიდა. თქვენ არც ქალური სოლიდარობაზე გსიენიათ არაფერი. თქვენ ხართ უბრალოდ შურიანი, კლიმაქსიანი ქალები, რომლებიც სხვის ბედნიერებას ვერ იტანთ. სხვა მე თქვენი კომენტარი ვერანაირად ვერ გავიგე. ორმა დაწერა. სხვა მე თქვენი ვერ გავიგე. ახლა ნუ აიწვალებთ დაბლოკილი ხართ ორივე. არ ვაპირებ კომენტარის შინაგანობას განხილვას. როგორც შენ თავში ჩაიხედე, რასაც საცილო და საცოდავი ხარ, მეტი არაფერსო. მანდ დაგიკეთე. როგორი თქვენ ფანტაზია ბავშვი იყო ჟარტი. ხალხო არ მაინტერესებს. ჩემთვის გავიკეთო ერთი ყავა. დილით კიდავლია, მაგრამ არ მეყოლ წყალს და ამ ყოფნის სანამ ნემზადები სანამ ეს მე მივხვდი, რომ ადამიანები თუ ბოროტდებიან და თუ თქვენთან ყვირილით მოდიან, ეს თქვენ გიხარიათ.
თქვენ ამით იკვებებით და მე უფრო მეტი ჰეითი მოდის იმ ადამიანებზე თქვენიდან გამომდინარე, ასეო. ან რატო ავიშალო ნერვები, ან რატო მოგექციოთ დიდი ყურადღება, მე ვერ გავიგე. ორი ვიღაცის გამო ამდენ აუდიტორიას, ამხელ აუდიტორიას მყავს, როგორ დავუთხნოთ, რომ ასე რომ თქვენ მაგოცით ტაკოზე. თორე კარგად იცით, რომ არ მიშლება. პასუხისგაცემა თან უხეში. მოვჭით. მოვჭით ქალება. ესე იგი, ისე ცუდია, მუია. წვიმა. ქალი. წარბები მეკავება, ის რა ქვია, წყალი არ უნდა ეს მეორედ რა ხომ გავიკეთე, წყალი საერთოდ არ უნდა მივიკარო, 2 კვირა. თავსაც ასე უგან, ანტონიო მეხმარება. ეს მაქვს რა ქვია, ლავანდინო, ნიჟარაში. ეს დუშით მბანს როგორც სალონებში. რომ არ მინდა ერთი წვეთი წყალი მაინც შემეხოს, თუ რომ ხელმეორედ მე ფულს ვერ გადავიხდი. არც ღირსი აფი. და ძალიან გუფრთხილდები რა. ჯერაც ამოსულა მეორე ყავა. ანუ ჩვენთან მიხოთ ჩინელების მაღაზია გაიხსნა, გუშ შევედი სავაჭრო ცენტრი მეგონა ჩვეულებრივ. იმის საკითხზე წავედი, ასეც რომ ჩაასხავდა, რომ იფშუტუნებ, გავიკეთეთ მის ზეთი. ჩვენ ნატურალური ზეთი არ გვაქვს ღმერთის წყალობით და ეს ანტონიოს მოაქვს ხოლმე თავიანთი ზეთის ქარხანიდან თუ რავი რა ქვია. ახლა და გავაკეთე როზმარინის ზეთი, როზმარინის და დაფნის. მიხაკიც მინდოდა მეკნა, მაგრამ არ მქონდა. Buon appetito, bella! ხვალ დალიკო მოდის შენთან. ესე იგი, როდის ნახევარზე ვიწყებ მუშაობას, 11 საათზე წავალ, 11 საათზე რო წავალ, მაქვს 2 საათი. იმ 2 საათში ვაფშე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ვერც საჭმელს, ვერც ვერაფერს, იმიტომ რომ სახლში მივიდო დაჯდომა მინდა. ისე უცბად გადის დრო, ვერ ხვდები, ანუ მე ვბრუნდები პირველ საათზე.
და ვარ 5:30-მდე. მე თავისუფალი ვარ, ანუ 5-ის აქ სხვა იტალიელი, სხვა ქალიც მუშაობს იტალიელი რა. ხანა? ცოტა გავზარმაცდი, როგორ ეს 2 საათი რომ მივდივარ, ოთახში აღარც ვარჯიშობ. იცით ხო, რომ მე აქტიურად ვარ ხოლმე დაკავებული ვარჯიშით. ხან საბენბილიქზე დავობივარ, დაუშვათ ვარჯიში მეზარება, ყოველთვის ვცდილობ 9 საათი 40 წუთი ვიარო. ესაც რაღაცას აკეთებს რა. თავისი როლი შეაქვს. ცოტა მაგაქციოთ და გავნათდე. ის გითხარით ხო ბინაზე? გონი გითხარით. 6 თვით ადრე რომ უნდა უთხრა, რომ ბინას გიცლი პატარა. ხო და ზეთი ვიყიდ გავაკეთე. თუ იმეს გინდათ და დავუშვათ ვერ აკეთებთ რაღაცა ძალიან ადვილია, ან არიცით, ან რაღაცა არ შეგეშალოთ, რაც არ უნდა შეგეშალოს, იქ არ არის დოზები, რამდენი როზმარინი უნდა უყო და რაღაცა. 1 4 ღერი, 5 ღერი როზმარინი, 5 დაფნის ფოთოლი და 5 დავუშვათ მიხაკის მარცვალი თუ კაკალი თუ რავი ასე ძახიან. გვაზდიკა. დაახლოებით 300 მილilitrზე ჩაყარეთ შუშის თასში და წყლის აბაზანაზე დადგით 40 წუთი. ადუღებიდან 40 წუთი რო ადუღდება ეს წყალი, ხო, რაზეც კიდევ ეს ქვაბი იქნებათ, რა იქნება, იმის მერე 40 წუთი გადაიტანოთ, მე გადავდგეთ, გააცით, გადაიდეთ და თმებში შეიძინეთ ხოლმე. დაბანამდე. მართალია მე თმა საერთოდ არ ვიღება, უკვე მე 4 წელი დაიწყო მგონი. მაგრამ თმის უთოს ხშირად ვიყენებ და დამწვარი მაქვს ბოლოები და ნახოთ ერთი ეს როზმარინიზეთი დაფნის შეზავება. აშ უზავს ჩემს. მე რომ უნდა გავიდე ბაბუშკას ეწოლი ავალაგო. მე გავაგრძელოთ ყავის დალევა და ვიდეოს შეწერა. და სანამ საწყობს არა ავალაგებ, მე ყავს ვერ დავლევ. თავს არა კომფორტულად ხურძნობ ხოლმე. motivation-ები არ დაგარგოთ ხალხო, ჩემსავით. ჩვენის ხალხო, გადაიღო ცოტა. ან რა მაგრალ წვიმს ხალხო გადაიღო ცოტა. ამ წვიმს ან გადაიღო, ან ერთი ან მეორე. ხა ბედო მითხრა რაღაც საქმე მაქვს შენთანო და რომ მოწევ მოდი ვილაპარაკოთ. კარგი ამბავი მაქვს შენთვისო და არ ვიცი რა კარგი ამბავი აქვს. ძალიან მიყვარს ეს სამაჯური. რახან ისე გაღიზიანებთ დედამთილი, მეთქი ესე გეტყვით, რომ ეს ანტონიოს დედა მაჩუკა ეს ციცაკა არა რქა. რო თვალი არ გეცესო, ძალიან ბევრი ცუდი თვალიაო და ეს მიყიდა და ესე წესი ყოფილა შუა ხელის გულზე უნდა დაგარჭონ და ისე გაგიკეთოს, ვინც გჩუქნის. აი ასე. ეხლა ყავას დავლევ. მე შევალ დავალაგებ, ჯერ ბაბუშკას აქვს ჩემთან საქმე. მე დავალაგებ.
აცრების ფურცელი გადმომიგზავნა მარადიმ. ანა, უღრმესი მადლობა შენ ამისთვის. აი, ძალიან საოცარი გოგო ხარ. ძალიან საოცარი გოგო ხარ, რომ ესე ადექი არ დაიზარე, არაერთხელ, ორჯერ, სამჯერ მიხვედი. ძალიან დიდი მადლობა ანას, რომ გიორგი საშველი არ დაადგა, სულ ფეხებზე კიდე ოთუნა ბაღში მივა თუ არ მივა. მაგრამ ანამ ეს გააკეთა და ძალიან დიდი მადლობა. დამრჩენია მხოლოდ გადავათარგმნინო და всё. მე არა. მხოლოდ თარგმანი მინდა და всё. საერთოდ არ მინდოდა მე ოთუნასთვის აცრების ჩატარება სიმართლე გითხრათ. აცრა ხო იცით რომ არის ერთ-ერთი ვირუსი, რომელიც შეყავთ მცირე დოზით და აკვირდებიან როგორ უმკლავდება ორგანიზმი. ოთუნას 3 თუ 4 აცრა აქვს გაკეთებული, ზუსტად არ ვიცი. 3-ვეზე, აი რამდენიც აქვს რა, ქონდა ძალიან ცუდი რეაქცია, რთულად გადაიყვანა 29-5-მდე ქონდა სიცხე და მის მერე მე აცრები არ ჩამიტარებია. თეკუნასაც ასე, საბას აბსოლუტურად ყველა აცრა აქვს ჩატარებული, ყველა აცრა ჩაუტარე, იმიტომ რომ ძალიან ადვილად გადაჰქონდა. თეკუნასაც ძალიან რთულად გადაჰქონდა და თეკლასაც როგორც მახსოვს, დიდობაში გავუგრძელე ვაქცინები. დიდობაში ჩაისრულა, თეკლამ უკვე რო გაიზარდა და ორგანიზმიც რომ მოძლიერდა. და მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ აცრების და რაღაცეების, თუნდაც ეს კოვიდის აცრა რო იყო სავალდებულო თუ რაღაც მე არ გამიგებდი, არც მიფიქრია რომ მე ეს აცრა საერთოდ გამიგეცებინა, არც სურვილიც არ მქონდა საერთოდ. იმიტომ რადგანაც მგონია რომ ეს აცრა მაინც რაღაცა თავის ცუდ შედეგს სადღაც გააფარხალებს, არის. მე არის ღმერთმა ყველა ჯანმრთელი გამყოფოთ, ვინცაც რა ჩაიტარეთ, ძლიერები ხართ. ეს აცრაც ვითომ კოვიდს საწინააღმდეგო. ერთ-ერთი ის არის, რომ კოვიდი შეუშვეს თქვენში, მცირე დოზით და რომ შეგხვდება, მე უფრო ადვილად გადაიტანა. კოვიდი მგონი 3-ჯერ გადავიტანე, ისედაც და რაღა ჯანდაბათ მინდოდა აცრა ღმერთმა. დღეს შევიშხუნე ფილმ Z-ს, როზმარინის Z-ს. ტრაქცია გაუხეშებული მაქვს ბოლოები ამდენით მის სწორებისგან. ამდენ მოხუცსაც ვხედავ ხოლმე გარეთ პოტენციური სამსახური მგონია ხოლმე და მარტო მე არ ვარ ესე ჩემი მეგობარი. აბა ბადანტე ვის გინდათ ესეთები ვარ. პოტენციური სამსახური. ცოტა მაწვიმს, მაგრამ it's okay. ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე მინდა თქვენთან საუბარი. რაღაცა დროს ვერ ნახულობ, აი ხა ცოტა მოგეჩვიდოთ კიდევ რა ეს პატარა ესეთი 15 წუთიანი, 20 წუთიანი ვიდეოებით. და მე ვისაუბროთ ხოლმე ყველაფერზე. ცუდი ის არის, რომ მეგასუნების დღე არ მაქვს. ცოტა გავნიადეთ, არებელოს არ უყვარს სიგარეტის სუნი. ორი წელი მჭირდება. 2 წელიწად ნახევარი. გაიგებთ რისთვისაც. სალომე, შენც მადლობა გუში რომ არ დაიზარი და მომწერე მართვის მოწმობაზე, თურმე მე ჩაბარება მიწევს. მე მეშლება ეხლა მათი წესები ისწავლა, მაგრამ იგივეა რა წესების სწავლა უნდა. არა უშავს. უცბად ვისწავლი. ჩავუჯდები, აქედანვე ჩავუჯდები, მანამ სანამ საბუთს გავაკეთებ, აქედანვე ჩავუჯდები მართვის მოწმობას. და ავიღებ. ამდენიმე ჩერჩეტმა აიღო გოგო და მე ვერ ავიღებ, მაგრამ მეც გაიჩერჩეტი ვარ. მართლა ჩერჩეტი ვარ. მაქვს გაფანტული გონება, ანუ ერთ რაღაცაზე ვერ ვორიენტირდები. ამ ბოლო დროს ერთს რომ ვლაპარაკობ, მეორეზე გადავდივარ, მეორეს უწყებ, მესამეზე გადავდივარ. და что ეგრე, გაკოცეთ ბევრი. დალაიქეთ ხოლმე ვიდეოები, რატო გეზარებოთ. ჩაუ. კიდე გემშვიდობეთ, მაგრამ მაინც მოვედი. ბაბუშკას ვაჭარავე და ხომ მითხრა ისო
საქმე მაქვს, რაღაცა მომბაბი მაქვს შენთვისა და ფიქიშ ტკივა თურმე. ბაბუშკას ტკივა ფიქი. კაბასწოროთ საძონი აი ეს ეს ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, არის ერთი დიდი ოჯახი, ვიცი. ხან მიზეზღება აქაურობა სიმართლე რო გითხრათ, მაგალითად ბარში რო დავიწყე მუშაობა, ხო? და რაღაცნაირად რო არ დამიფასდე იქ მუშაობა, გული ავიცრუე ამ ქალაქსაც. ძალიან მინდოდა სხვა ქალაქში გადასვლა. და ბინაც ვნახე სხვათა შორის უცბად. Ana. Ma. Hadi. Ayda daveti. Ჩემი სახლის პატრონის გამო. იმიტომ რომ სადაბანაობ გენაცვალეო. წინასწარ უნდა მითხრა 6 თვით ავდადა. მაგაზე ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ეხლა რაც შეხება ოთუნას ბაღს. სექტემბრამდე თავს შევიკავებ. აწიეხლა სკოლაც მთავრდება. ხანა. სექტემბრამდე თავს შევიკავებ, იმიტომ რომ სექტემბერში მინდა ქალაქი შევიცვალო. მინდა რომ ქალაქშიც გადავალ. იქ მინდა ბავშვი მივიყვანო ბაღში. არ მინდა აქეთ ესე ავრიო. მივიყვან ერთში და დამთავრებია ფიქი ერთში. ახლა თურმე ისო რა ქვია. გიორგი დგას და ლაპარაკობს. კეთი მობავშიო. მოტყუებით წაიყვანაო. შენ პირდაო რომ გამოუშვებდიო. მართლა ვაპირებდი, ვიფიქრე ზაფხულობით თუ რა თქმა უნდა. ბილეთს არ ავიყიდი და მე აქ ფულებს არ ავჭრი გენაცვალე. თუ ვიყიდი და აუცილებლად დავუშვებდი. რატო არა მამა, მე არ მაქვს ის რომ ნუ ბავშვს მამა დავაშორო და რაღაცეებს. 3 თვეა ბავშვებისთვის. მამა გქვია გენაცვალე. ერთ თეთრი არ გაგიღია და რომელი ბავშვი საყვანაზე მემოყარება. 3 თვე ერთ ღერს ღერა და ერთ თეთრს არ გაიმეფებ შენი სისხლი და ხორცისთვის ერთადერთი გვარის გამგრძელებელი ყავთ. რომ ერთმა ქნას მოიყვანოს ვინმე და მეორე გვარის გამგრძელებელიც გააკეთოს რა პრობლემაა. მაგრამ ძალიან მეწოდება ის ქალი, ვინც მაგის კლანჭებში აღმოჩნდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძალიან მეწოდება როგორც ქალი. მე მისი არც არაფერი მინდოდა მის შვილებს. რაღაცამ დაწერა მოძველდაო გიორგის თემა შეიძლება მოძველდა და მე და გიორგი ერთად ავარდა. შეიძლება კი არა, ასეც არის. მაგრამ იმ ფაქტს ვერ გავექცევ, რომ ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს. სიმაღლა სირცხული. და მას უნდა რომ ბავშვები საქართველოში გაუშვან მასთან ისთვის. რისთვის გავუშვა.
ჯერ აქ დამანახე რომ ბავშვებს ყურადღებას აქცია და მე იქ წაყვანაზე ვიფიქროთ. Isso, Antonio se iba para que los últimos sueños era estaba para con de la para era bien interesante. Antonio da chemi pirati ya. Çok çabuk. საერთოდ 2 წუთი აქ და გავიდეთ. საერთოდ არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას. ჩემი და ანტონიოს თემის არ მინდა. მე თვითონ დინებას მივყვები. ხონა. რაც შეეხება ბავშვების და ანტონიოს ურთიერთობაზე გეტყოდით ერთს რომ არიან კარგი მეგობრები, ანტონიო და ბავშვები, საბაც. როგორც მეგობრები ისე არიან და ეს ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. რაც შეეხება ჩემს შვილებზე ზრუნვას, მე ზედმეც არაფერს არ ვაკეთებინებ. ჩემს შვილებს თუ რამე სჭირდებათ აბსოლუტურად ვცდილობ რომ მე გავაკეთო მაქსიმალურად და ერთი წამით არ ვიცი როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ ეს იქნება ბავშვების საყიდლები თუ ეს იქნება ის თუ ეს ყველაფერს მინდა მე გავაკეთო და არა მან მას ჩემს შვილებს ზოგზე არ ვასვამ და არც დავასვამ მას ვევალები მხოლოდ მე და ჩემზე რა თქმა უნდა გაიფრიწოს და გამოიფრიწოს მაგრამ ჩემს შვილებს არ მოვავლევინებ ანუ ჩემს შვილები არის ჩემს შვილები ძალიან დიდ პატივს ვცემ მას იმიტომ რომ ჩემი სიყვარულით ჩემს შვილებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემს და ძალიან ისეთი მეგობრული დამოკიდებულება აქვს ოთუნასთანაც ძალიან კარგი მიდგომა და დამოკიდებულება აქვს თამაშობენ ხშირად საბა და ანტონიო ფაქტიურად ძმაკაცებივით არიან თეკლა და ანტონიოც ძალიან მეგობრულად არიან მართლა ძალიან მეგობრულად არიან რაც ძალიან მახარებს ხაცა თეკლა ცოტა რთული ბავშვი ხანდახან გაუშვენს ხოლმე მაგრამ ვიცით უკვე თეკლას ხასიათი მეც და ანტონიომაც და ძალიან ისეთი შეჩვეულები ვართ და რაღაცა ისო ერთ კომენტარი გაჟღერდა სადაც ეწერა რომ შენი შვილებიო კისერზეო დააყარეო და რაღაცა არ გენაცვალე არა რასაც აკეთებდა აქამდე იგივე საკეთებს ანტონიო არანაირად ზედმეტ კამფეთს არ ვაყიდინებ ხოლმე ჩემი შვილებისთვის იმიტომ რომ ისინი არიან ჩემი შვილები და თუ რამე უნდა ჩემს შვილებს მე უნდა გავუკეთო. რა თქმა უნდა თუ რაღაც სურვილს გამოთქვამს ხოლმე უარს არ ვეუბნები, ეს უნდა იყოს მხოლოდ მისი სურვილი, არამედ თუ ჩემი დაძალება რომ ის და ის არა. ადამიანს უნდა ქონდეს მაგის შეგნება და უნდადეს გაკეთება. ასე რომ ზოგი იძახის ხოლმე ორაინა ღოლებაო, აგეგა ხედე ამას გაიხედეო, გაიგე შენა. ხოთა ეგრეც არ არის შემოგარგო მეცა ოქრო არ ჭვინავსოთ როგორც ჩანს რომ რაღაცა რო არის ხო ეგრე არ არის არც არაფერი არ იცით და ვერც ვერაფერს ვერ გაიგებთ სანამ მე არ მომინდება ასე რომ ვართ მშვიდად და სტაბილურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანარჩენი ეს ჩემი ჩორტიკები რაც არის ეს არის მხოლოდ ჩემი ჩორტიკები და იყავით მშვიდად ნუქშურთ შესაშური მე აქ არაფერი არ ამჭირს არც არაფერს ვაკეთებ შესაშურს ხო მე გაჟღერდა თუ უყარ ხარ რატო გამუშავებს მე თვითონ მინდა ეს დედაარღნიანი მუშაობა და გამოვდივარ და მე თვითონ მუშაობ იმიტომ რომ სამი შვილი მყავს ჩემს თავს იმის უფლებას ვერ მივცემ რომ ესე დავჭდე ხელები დაკაპიწებული და ვიღაცას შევყურო ხელებში არავითარ შემთხვევაში არც სწორი ვიქნები და არც მინდა რომ ესე იყოს მე მინდა ჩემი შვილები თავს გრძნობდნენ თავისუფლად მე მინდა ჩემი შვილები არაფერზე რაღაცა ისე არ იყვნენ так что სანამ დედიკოს მუშაობის ტრეკი აქვს ყოველთვის იმუშავებს ესე
ხო და ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, მე თავზე არაფერი არ გადამდის, მე არ ვარ მდიდარი, მე არ მაქვს ბევრი ფული, მე არ მაქვს ძალიან ძერსკი სახლი, მე აღარ მაქვს მანქანა, კი თუ აღარ მყავს, რავი როგორც შეიძლება ითქვას, აღარ ვარ ისეთი თავისუფალი, როგორც ვიყავი. მე მაქვს სახლი სამსახური და ერთადერთი დღეა შაბათი, როდესაც გავდივარ საყიდლებზე და ცოტა სამოვისუნთქებ ხოლმე, რამოდენიმე საათი. ასე რომ ნუ იტყვით ხოლმე, ამაი გახედე რა ენაღლებაო. შენ რა გენაღლებაზე ხარ ჩემს ვიდეოს უყურებ და კომენტარს მიწერთ, თორე იმის ტრაკიც არ მაქვს შენი კომენტარი ბოლომდე წავიკითხო. გაკოცეთ. ეს იყო და ეს პაკა.